18 საათი კი არის დრო, როცა გახსენებთ, რომ წამალი არ არის შენით დაავადებული ბავშვებისთვის, მაგრამ რაღაცნაირად ვფიქრობდი, რომ რამდენიმე დღე ბაცდი ერთი ამ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა და გადაწყვიტა, რომ ვიღაცები იყენებენ ამ ტრაგედიას და ნამდვილად ტრაგედია, როცა წამლის არ ქონის გამო შენს ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან. მაგრამ უბრალოდ დღეს ისეთი რაღაცა თქვა, რომ რა ვიცი, მე გვერდს ვერ აუვლდი, ახლა აი ამ ცინიზმს, რაც მან იკადრა, გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს წამალი, თურმე წამლების არა, რამდენიმე წამალია, ანუ არჩევანიც კი არსებობს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კი არ არის ბავშვებისთვის, უბრალოდ ეტლში ჩაჯდომას გადაუვადებს. აი, მეტი არაფერია. ანუ ცინიზმის გრადუს თუ იაზრებთ, საერთოდ რა თქვა და რას ეუბნებით ბავშვებს ამით. და ყველაფერს თავი დავანებოთ, პროგრესირებადი დაავადებაა. ანუ თუ ბავშვს კიდურებზე არ გადაავა, თუ ბავშვს ეტლი არ დაჭირდება, ლოგიკურად, გულის კუნთამდეც არავა, ანუ ეს პროგრესირებადი დაავადება, პროგრესს არ განიცდის და ბავშვი გადარჩება, არა? საერთოდ არ ვიცი. ისეთი გაბრაზებული ვარ, წარმოდგენაც არ მინდა რას გრძნობენ ახლა მშობლები და არ ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები არ დავტოვოთ აი ამ ცინიკოსებთან, აი ამ მართლა უგულო ადამიანებთან მარტო. დაიდოს ბავშვებისთვის წამალი.